ყველაზე დაუფასებელი ქართველი ვინ არის? ალბათ შენ. მარტო მე თუ იქნები დაუფასებელი ამ ქვეყანაში, მაწყობს თანახმავარ. მოდი მარტო მოვიყო დაუფასებელი ამ ქვეყანაში და ყველაფერი კარგად იქნება. ელენიკო ფაქცი, იმიტომ რომ ამბობენ რომ პროფესია არ არის ტიკტოკერობა, არა და ჩვეულებრივი პროფესიაა. ქეთი ეგიდუნაშვილი. რასა მაიმუნო ბერთი გოგო, ჰა? ერანაირად არ ყველაზე დაუფასებელი ქართველი. იმიტომ კრინჯია. აი ვინაა დაუფასებელი? ჩემი ძმაკაცი გაგაი ძმა, რა? შენი ძმაკაცი გაგაი არის დაუფასებელი. ხო. ხო, ანუ ილია ჭაჭავაძეზე დაუფასებელია რა ალბათ. ბაზარ, ხო. 1 საათი აი ხვეწება და ვერავინვე რაფასებს ცოდუა. ხო, დავაფასოთ გაგა? არა. ილია ჭავჭავაძე. ილიას დევნიდნენ, იცი როცა ცოცხალი იყო. არავინ გვერდში არ ედგა ილიას, აბა? საკუთარ თავს ილია ჭაჭავაძე ფსევდონიმებით იცავდა გაზეთებში. არავინ არ არის ჩემთვის დაუფასებელი. რატომ? იმიტომ რომ არავისთან არ მაქვს წინააღმდეგობა და ყველა კარგი ადამიანია. კი ბატონო, ოჩახ, შენს კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ცოტა გულურყვილო. ყველა კარგი ადამიანი არ არის. ის რამდენი ბოროტი არის? 1 30. სამწუხაროა. ბოროტები რომ არიან ქვეყანაზე. არც ერთ ბოროტ ადამიანს ჩიფსი არ უნდა ეღირსოს, მე თუ მკითხე. დიახ. ყველაზე დაუფასებელი ქართველი ვინაა? გიორგი ქოჩოაშვილი. ჰა? ქოჩოაშვილი. მაინც გურჯაანული ლობი რა. თქვენი აზრით ვინ არის ყველაზე დაუფასებელი და წეთ ვიდეოს კომენტარებში, ჩემი ხმა არ მესმის, ისეთ ხმაურია.